დღეს სვეტიცხოვლობა ამ მცხეთაში სადღესასწაულო წირვალო ცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. სვეტიცხოველში ილია მეორის ქადაგებას კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. ტაძარში ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძეც იმყოფებოდნენ. სვეტიცხოველში არ გამოჩენილა საქართველოს პრეზიდენტი. ტაძარი დღეს სანდრა რულოვსმა და გიგი უგულავამ მოილოცეს. სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასასრულს პატრიარქმა განსაცდელის მნიშვნელობაზე იქადაგა. არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი უგზავნის იმას, რომელიც უყვარს. დილიდან სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია ქართული ოცნების მინისტრობის კანდიდატები. წირვას ესწრებოდა პირველი ლედი სანდრა რულოვსი. მოგვიანებით ტაძარში თბილისის მერი გიგი უგულავა მივიდა. სვეტიცხოვლობას ულოცავს სრულიად საქართველოს. ჩვენს ქვეყანას უსურვოთ მშვიდობა, ღერძელობა და ბედნიერება. ყველა სვეტიცხოვლობას ყოველ წელს აქავართ და წელსაც ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხალხი ამოსული და ყველას მოგილოცოთ ამ მშვენიერ დღესასწაულს. ტაძარში არ წყდებოდა წირვაზე დასწრების მსურველთა ნაკადი, რომელთა ნაწილი მცხეთაში რეგიონებიდანაც ჩავიდა. ეს უდიდესი დღესასწაული არის ქართული ხალხისთვის. თითქმის ყოველ წელს დავდივარ ამ დღესასწაულზე აქ და ძალიან დიდ სიწმინდეს ვეზიარავით ყველა. სვეტიცხოვლობას თითქმის ყოველთვის დავდივარ. იმიტომ რომ ეს ისეთი უწმინდესი დღეა ქართველი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის და რა ვიცი. ყველას გისურვებთ, რომ ყოველი სვეტიცხოვლობა იყოს უფრო და უფრო ძლიერი. ჯერ სვეტიცხოველში ჩავედით, სანთლები ავანთეთ, მთელ საქართველოს მიულოცეთ, მშვიდობა ვთხოვეთ, რომ გაერთიანება ვთხოვეთ მთელ საქართველოში, გამძლიანება და ბედნიერი მომავალი. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად მცხეთობაც აღინიშნება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც გაიმართა. ღონისძიებები მცხეთაში საღამომდე გაგრძელდა.